აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მთავრობის თავმჯდომარემ COVID-19 პანდემიის დროს საველე პირობებში საოკუპაციო ხაზთან 24 საათიან რეჟიმში მორიგეობის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის და ჯვარის დევნილთა ამბულატორიის ხელმძღვანელებსა და სამედიცინო პერსონალს მადლობის სიგელები გადასცა. მოგვიცა შესაძლებლობა, რომ მადლობა გადაგვიხადა ჩვენი მედიცინის თანამშრომლობისთვის იმ ზღვაწრისთვის, რომელიც მათ შეიტანეს. ასევე მინდა, ისე ვთქვათ, გამოვიყენო შესაძლებლობა და გამოვარჩიო გამონაკლისის სახით განსაკუთრებული მადლობა უნდა გადაუხადო ორ დაწესებულებას, ეს არის ჯვარის პოლიკლინიკა და ზუგდიდის პოლიკლინიკა, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში უწევენ დახმარებას, მონიტორინგს და მხარდაჭერას საოკუპაციო ხაზთან მდებარე ბენეფიციარებს. მათ ძალიან წარმატებულად განახორციელეს საქმიანობა 24 საათიან რეჟიმში თითქმის 2 თვის განმავლობაში ისინი ამ სამუშაოს ატარებდნენ როგორც მათი ხელმძღვანელები, ისევე სამორიგეო ჯგუფები, ეს არის ჯვარის პოლიკლინიკა და ეს არის ზუგდიდის პოლიკლინიკა. ჩვენ აღვნიშნეთ მათი ამაგი, მადლობა გადაუხადეთ მათ და ზოგადად სხვა პოლიკლინიკების თანამშრომლებს და გამოვთქვით მხარდაჭერა, რომ მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებაზე ვიზრუნებთ და მედიკოსებთა ხელფასების მატებაზე. პანდემიის პირობებში ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკამ უდიდესი შრომა გაწია. პირველ რიგში რუხის ხიდთან განთავსებულ საველე ჰოსპიტალში ხდება აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეების სამეზობლო შემოწმება, პირველ რიგში სკრინინგი, თერმოსკრინინგი გაკეთდება. ამ საქმეში უდიდესი დახმარება ჩვენ გაგვიწია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, პირადად ბატონმა რუსლან აბაშიძემ, ანზორ მარგიანმა, ბატონმა ამირან დოლიძემ, ლევან თებზაიამ და ქალბატონმა ქეთემან ბაკარაძემ, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა. ყველა დიდი მადლობა იმ სიგელებისთვის, რომელიც ჩვენ დღეს გადმოგცეს. მართლაც ყველამ უდიდესი წვლილი შეიტანა არა მარტო იმ ხალხმა, ვინც ხიდზე დგას და მორიგეობს, არამედ მთელმა კოლექტივმა, ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის კოლექტივმა, ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც საჭიროა და სადაც მოითხოვს ჩვენი პროფესორები მორიგეობა. ვიმჯერდეთ თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს სამომავლოდ დევნილთა დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურეობა და როგორ გახდეს ის მორგებული ჩვენ დევნილ და არა მარტო დევნილ, არამედ ადგილობრივ ბენეფიციარებზე. მთავრობამ გამოიჩინა ასეთი სურვილი ჩვენს მიმართ და კორონავირუსის ბრძოლასთან პრევენციის მიზნით გაწეული საქმიანობისთვის თითოეულ თანამშრომელს გადაეცა სიგელები, რისთვისაც მადლობას ვუხდი აფხაზეთის მთავრობას აი ამ შრომის დაფასებისთვის. შეხვედრაზე ისაუბრეს სამედიცინო დაწესებულებების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. განიხილეს სამომავლო პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს პოლიკლინიკების გაძლიერებასა და სერვისების გაუმჯობესებას.